თუ გაინტერესებს როგორ გამოიყურება პოლიტიკური ციფრული ვალუტა, მაშინ ბოლომდე დარჩი და ამ ვიდეოს უყურე. დღეს ვისაუბრებთ XRP-ზე, ანუ Ripple-ზე და რომ არ აგვერიოს, Ripple არის კომპანია, რომელიც ფლობს XRP coins და ასევე შემქმნელია, ხოლო XRP Ledger არის blockchain-ი, სადაც მიმდინარეობს გადარიცხვები ამ coin-ების. და ამ კომპანიის დამფუძნებელი ერთდღესაც გადაწყვეტს, რომ ძალიან გამდიდრდეს და ის მიაგნებს საშუალებას თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს და დაიბადება ასეთი იდეა. უნდა მოემსახუროს ისეთ ხალხს, რომლებიც ძალიან დიდ ფულს ფლობენ. ბანკებს, კი, ბანკებიც, მაგრამ უფრო მეტ გავლენას და ფულს ფლობს და მართავს პოლიტიკოსები. მათ გადაწყვეტეს, რომ შეეთავაზებინათ მათთვის, ანუ პოლიტიკოსებისთვის, CBDC, ანუ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, რომელთაც უმარტივესია კიდევ უფრო მეტად მართო ადამიანების ცხოვრება დააკვირდებათ და ასე შემდეგ. ამ მისიის ფარგლებში XRP-ს წარმომადგენლები ჩვენთანაც იყვნენ ჩამოსულები და დაგვერდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ CBDC-ის შექმნაში. ესთვისაც დიდი მადლობა მათ. მინდა ერთ რაღაცას დააკვირდეთ და დაფიქრდეთ ამაზე. ხშირად ისეც ხდება, რომ პროექტები, რომლებიც იმსახურებენ წარმატებას, ვერ აღწევენ ამ წარმატებას, ხოლო პროექტები, რომლებიც არ იმსახურებენ, არის შემთხვევები, როცა აღწევენ წარმატებას. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ადამიანების უმრავლესობა არ არის საკმარისად ჭკვიანი ან კეთილი. ეს ხდება იმიტომ, რომ ხშირად წარმატებას ვინც წყვეტს ამა თუ იმ პროექტის, არ არის ადამიანთა უმრავლესობა, არის ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომლებსაც აქვს იმის ძალაუფლება, რომ ეს განსაზღვროს და ამ ადამიანების კატეგორია ხშირ შემთხვევაში არც ისე კეთილია. ახლა გავაგრძელოთ, შეიძლება ცოტათი კაცრი დასაწყისია, ახლა ცოტა აკადემიურ ნაწილზე გადავალ და დავიწყოთ დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვა. სანამ მხარეების განხილვაზე გადავალთ, მოდი ვთქვათ, რა მიზნით შეიქმნა და რა პრობლემას ჭრის ეს პროექტი. ჩვენ როგორც ვიცით, ბანკებს შორის მithumetes საერთაშორისო ტრანზაქციები ძალიან დიდ დროს საჭიროებს გადასარიცხად და საკომისიოც მაღალია 2-დან 5%-მდე გააჩნია საიდანაც ურიცხავთ. ხოლო ამ პროექტმა შეეთავაზა ბანკებს ესეთი პრობლემის მოგვარების საშუალება, რომელიც 3-დან 5 წამამდე დროს საჭიროებდა გადარიცხვაზე უშუალოდ XRP-ის blockchain-ზე, ხოლო საკომისიო თვით XRP-ის blockchain-ის და spread-ის ჩათვლით 0.2-დან 0.4%-მდე მერყეობდა. რაც მაინც ძალიან დაბალია და ეს შეიძლება დადებით თვისება ჩაითვალოს ამ პროექტის. არ ვიცი ეს გუნდი როგორ აგვარებს ურთიერთობებს სხვადასხვა მთავრობებთან, ძალიან ხშირად ჩნდებიან ნიუსებში, ტელევიზიაში სხვადასხვა პოლიტიკოსების გვერდით, არ ვიცი ეს იდეის დამსახურებაა თუ მათი პარტნიორების, რომლებიც ასევე ძალიან აღსანიშნავია და კარგი პარტნიორები ყავთ. საბოლოო ჯამში გუნდის მუშაობა და თავად გუნდი დადებით მხარით უნდა ჩაითვალოს ამ პროექტისათვის. თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ახლა ამ პროექტის ეკონომიკურ მოდელზე. 2012 წელს, როდესაც XRP გამოუშვეს, 100 მილიარდი იყო მისი რაოდენობა ჯამში და მისი გაზრდა არ იგეგმება. ასევე დადებითია ის ნაწილით, რომ ნაწილობრივ დეფლაციური მოდელია, ანუ გადარიცხვებს ის დროს, რომ საკომისიოს ვიხდით, ეგ საკომისიო ბრუნვიდან ამოიღება და ცალსახად დადებითია ეს შეამცირებს დროთა განმავლობაში XRP-ის რაოდენობას. მაგრამ არსებობს ეგეთი გამოთქმა, ყველაფერი რაც ფრინავს ოქრო არ არის და გადავიდეთ ახლა უარყოფით ნაწილზე, რაც ამ თემას კარგად ებმის. და გულისხმობ იმას, რომ ეს პროექტი არის ძალიან ცენტრალიზებული, რაზეც მიუთითებს ის, რომ ჯერ კიდევ დაახლოებით 51% coin-ების ამ პროექტის და გუნდის საკუთრებაშია და მათ აქვთ escrow მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ყოველთვიურად და ყოველწლიურად უშვებენ მოხმარებაში გარკვეული რაოდენობის coin-ებს, რაც ასე ვთქვათ, ინფლაციას განაცდევინებს ფას უშუალოდ ამ coin-ის. ანუ ეგ მოკლედ რო აგეხსნათ, იმას ნიშნავს, რომ მთლიანად რაცაა coin-ები ჩაშობილი რო იყოს ბრუნვაში, დაახლოებით ახლა რაც ფასი აქვს, მაგის ნახევარი ექნებოდა XRP-ს. და მე ზოგადად არ მომწონს პროექტები, როდესაც გუნდს ამდენი რაოდენობა coin-ების ამხელა რაოდენობა ხელში უკავიათ და ნელ-ნელა უშვებენ ბრუნვაში. ახლა მინდა კიდევ ერთ უარყოფით საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. XRP-ის კომუნიკაცია და მოდელი ზოგადად დაბნეულობას იწვევს და გამოიწვია მარეგულირებლების შემთხვევაში და სწორედ ამიტომ მქონდა სასამართლო დავები, რომელიც კი მართალია ამ დროისთვის დასრულებულია და როგორც ცნობილია XRP-ის სასარგებლოდ დასრულდა. მიუხედავად ამისა, მაინც მეც ვერ ხვდები, რატომ უნდა გამოიყენოს ბანკებმა და ზოგადად ინსტიტუციებმა არასტაბილური coin-ი, ვთქვათ, როგორც XRP-ა და როდესაც შეუძლიათ მათ coin-ი გამოიყენონ გადარიცხვების დროს, თუნდაც თავიანთი stablecoin-ი შექმნან და აშენონ ამათ blockchain-ზე და გამოიყენონ Ripple-ნეტი გადასარიცხად. და სწორედ ასეც იქცევიან ინსტიტუციები და ბანკები. ისინი მიმართავენ ამ ხერხს, აშენებენ თავიანთ პროექტებს ამათ blockchain-ზე და რაც იმას ნიშნავს, რომ XRP-ის დიდი რაოდენობით ფლობა არავის არ ჭირდება.
აი თუნდაც XRP-ის გადარიცხებზე მიდგეს საქმე, ბანკები ამ XRP-ის კი არ ყიდულობენ და კი არ ინახავენ, ისინი წამიერად ტრანზაქციისთვის მხოლოდ თუ იყიდიან და შემდეგ აუცილებლად უნდა გაყიდონ ისევ ეს XRP, რასაც გადასარიცხად გამოიყენებენ და ამის დახოლვა მათი მხრიდან არ ხდება. უბრალოდ რა გამტარივით არის. მოკლედ რომ თქვა, ბანკებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და იმ ინფრასტრუქტურის სიმარტივე, რასაც ისინი იყენებენ და გამოიყენებენ. ამასთანავე XRP მარტო არ არის ამ ბაზარზე და ამ ბრძოლაში, ის ძალიან სერიოზულ კონკურენტებს უპირისპირდება და კიდევ ძალიან ბევრი კონკურენტი გამოჩნდა, ასევე ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი გუნდის წევრი XRP-დან, რომელიც წავიდა და შექმნა Stellar და კიდევ ბევრი სხვა პროექტია, რომელსაც იგივე რაღაცის გამეორება სურს და პრობლემების გადაჭრა, რასაც XRP ჭრის. და რომ დაუკვირდეთ XRP-ის გაზრდა და ასე ვთქვათ, ფასის გაზრდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ XRP-ის გადარიცხვები იქნება მასშტაბური, ანუ ძალიან ბევრ გადარიცხვას შეასრულებს ყოველდღიურად და ყოველწლიურად. კარგი, მოკლედ დასკვნით ნაწილზე გადავალ, ძალიან ვერ გამიგრძელდეს, პერსპექტივაზე გეტყვით და მასშტაბირება რამდენად შეუძლია და გადარჩენა ამ ბრძოლაში, მაგათ ჩემაც დავაფიქსირებ. პერსპექტივა, რასაც ხედავ, ისინი როგორც არა ტემპითაც წვავენ და ასევე ამატებელ ახალ კოინებს, დაახლოებით 15 წელში წესით უნდა დაამატონ ის მარაგი თუ ამ ტემპით გააგრძელეს, რაც ამ გუნდს აქვს. ძალიან დიდი ნაწილი მაინც უნდა ჩაიშვას ბაზარზე ბრუნვაში, რაც კარგი იქნება, თუ ეგრე მოხდება და დაწვის ნაწილი სადღაც 10 მილიონზე მეტ XRP-ს წვავენ წლიურად და რაოდენობა დამწვარი კოინების იმატებს და ნელ-ნელა რომ მასშტაბური ხდება, რადგანაც სხვადასხვა ბანკებმა და ინსტიტუციებმა სატესტოდ დაიწყეს გამოყენება, მაგრამ მაინც ყველაფერი დამოკიდებული იქნება რამდენად შეძლება ლიცენზირებას და სანდოობის მოპოვებას სხვადასხვა ინსტიტუციების ტოლში. ეგ იქნება გადამწყვეტი და ძალიან ბევრი ინვესტორისთვის იმის გამსაზღვრელი, რეალურად გადარჩება თუ არა ამ ბრძოლაში, რომელიც ცალკე კრიპტო სამყაროში არსებულ მსგავს პროექტებთან აქვს და ცალკე SWIFT-თან, რომელმაც რაღაცა არა გამორიცხული შექმნას რაღაც ისეთი, რაც მოუგებს ამ ბრძოლას XRP-ს. მოკლედ კრიპტო სამყაროში არსებულ პროექტებზე წინამდვილად არის, მაგრამ არ ვიცით რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ თუ რაღაც ძალიან ახლო მომავალში დადასტურდა ის, რომ XRP-ის ლიცენზირება და ასე ვთქვათ გამოყენება პრობლემა არ იქნება ინსტიტუციებისთვის, მაშინ ძალიან კაი მომავალი ელის ახლო პერიოდში. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, მთავრობები იცვლება, გუნდის წევრებიც ადამიანები არიან, არ იცით რას გააფუჭებენ, რას გააკეთებენ და გონებაში რა უტრიალებთ. ამიტომ სიფრთხილეს გამოვიჩენდი და ჩემს ბედს და მომავალს XRP-ზე დამოკიდებულს ამ მომენტისთვის არ გავხდიდი, ვისაც რისკი გიყვართ, ცოტა რისკიანი საქმე კი არის და თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული იმედია, ჩემი მსჯელობა გამოგადგათ და რამე აზრი გამოიტანეთ ამ მსჯელობიდან და ვისაც პირველად გესმოდათ, იმედია თქვენ კარგი ინფორმაცია გადმოგეცით, რაც არ ქონდა ჯერ გაგებული XRP-ზე. ეგ არის, მოკლედ შემდეგი რა კოინი განვიხილო, დამიწერეთ და კვირაში 2 ასეთ განხილვას გავაკეთებ. ამბად დროებით და წარმატებები. ვინც აქამდე შემორჩით, ესე იგი მოგეწონათ ვიდეო, მადლობას გიხდით ბოლომდე ყურებისთვის და თუ ჩემი მხარდაჭერა გინდათ და ზოგადად ამ არხის მხარდაჭერა, მაშინ რეფერალური ლინკი იქნება მითითებული ჩემ ბაიოში, რომ გადახვალთ ჩემ გვერდზე და გაიარეთ რეგისტრაცია BitUnex-ის პლატფორმაზე, ეს ძალიან დამეხმარება რაღაც შედეგების დადებაში. აბა ახლა წარმატებები ყველას და თქვენი თანხის გამრავლებას გისურვებთ.